ადამიანს ასამართლებენ არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმურ დროებით საგამოძიებო კომიტეტზე არ მისulis გამო, საგამოძიებო კომიტეტზე, სადაც უნდა განეხილათ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულები და ივარებენ ზურა ჯაფარიძეს, რომელიც ამ წლებში საერთოდ არ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაშინ როდესაც სასამართლოში ისევ ლევან მურუსიძეა და მაშინ როდესაც ციხის წამების კადრებში, რაც 2012 წელს გვაქვს ნანახი, ერთ-ერთი უშუალო მონაწილე ახლა არის ბიზნესში და არის ძალიან კარგად და ძალიან მყარად და ძალიან სასაცილოა ზოგადად ებრძოდე ნაციონალურ მოძრაობას და მისი ყველაზე ცუდი გადმონაშთები შენ პარტიაში იყვნენ დალექილი, ამის მართლა აღარავის აღარ ჯერა. ჩვენ გვინდა ჩვენი თავისუფალი ქვეყანა ევროკავშირთან ერთად, ღირსეული ცხოვრებით და კანონმორჩილი ქვეყანა რო იყოს. მსახიობებმა ყველაფერი თავი გადადეს და როგორ გითხრათ, იცი, თავი გაწირეს. იმიტომ რომ ამ ყველაფერს შეეწირა რეალურად ორი ძალიან კარგი თეატრი, ძალიან კარგი რეპერტუარით, ძალიან კარგი სპექტაკლებით და ეს მსახიობები დარჩნენ ახლა აბსოლუტურად უმუშევარი, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არავინ ამას არ ნანობს. ჩემზე ბევრად უმცროსი კი არა, ჩემ შვილებზე გაცილებით უმცროსი ადამიანები არიან ციხეებში დღეს. ერთი გადაგვარებული შეშლილი კაცის პატიმრები. და პატიმრებს თავი დავანებოთ უამრავ ახალგაზრდას, თუნდაც გაცვლითი პროგრამების სამომავლოდ მოეშლება ერთი გაუნათლებელი და დაბოღმელი და შეშლილი კაცის გამო. და ამის მოთმენა არის შემურაცხყოფელი. აქამდე რომ მოვედით არის შემურაცხყოფელი ჩემი სირცხვილიცაა თქვენიც და ყველასე. მათ შორის იმათიც, ვინც ყოველდღიან თითქმის ყოველდღე აქ და რა თქმა უნდა ძალიან დიდი სირცხვილია ყველასე, ვინც ამას არ აკეთებს მიუხედავად ჯარიმები იქნება თუ დაჭერის შიში თუ ცემის შიში თუ რაც აქამდე ხდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ეს მოგვენატრება ძალიან მალე, რასაც ახლა აშავებენ და აკეთებენ. თუ მართლა არ ვიქენით იმდენი და ეს ბრაზის ხარისხიც არ იქნა ისეთი მაღალი, რომ გავუმკლავდეთ.